სისხლელი მოთხოვნებით აქციები მიმდინარეობს. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს აქციებზე სხვადასხვა მუხლით დაკავებულთა სასამართლო პროცესები. დაკავებულთა შორისაც შეიძლება ითქვას, რომ ყველა სფეროს წარმომადგენლები არიან. აქციების მოთხოვნებს ხელახალი არჩევნების და ევროინტეგრაციის შესახებ დაემატა ასევე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნაც. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ მმართველი გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ვისაუბრებთ მიმდინარე პროცესებზე და განვიხილავთ 2025 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებსა და გამოწვევებს. ჯაბა ფუტკარაძეა გზამკვლევის სტუმარი, მოგესალმებით ბატონ ჯაბა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, საღამოშიდობისა მივესალმები ტელემაყურებელს. ბატონ ჯაბა, მე შესავალ სიტყვაში წავღნიშნე და გესმოდათ თქვენ აქციების შესახებ. თქვენ ერთ-ერთი წამყვანი პირი ხართ აჭარის რეგიონში, აჭარის მთავრობაში. ამ წუთებშიც მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია. დაანონსდა, რომ ყოველ პარასკევს იქნება მარში კონკრეტული მოთხოვნებით. თქვენ იცით ამის შესახებ და მინდა რომ შევაფასოთ პროცესები უპირველესად პოლიტიკურ ჭრილში, როგორ განვითარებას ელოდებით ამ პროცესებისას და შემდეგ უკვე ცხადია ეკონომიკურ ჭრილშიც რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დააყენოს ეს ამ ყველაფერმა ქვეყანა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პირველი რაც შემიძლია თქვა არის, რომ პრინციპში ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ხედავთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ სხვადასხვა ძალების მიერ ორკესტრირებულ მიზანმიმართულ და რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მართულ პროცესებს. ეს პროცესები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში დისტაბილიზაციის და არეულობის შემოტანის მცდელობას. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან სწორად აფასებს მოვლენებს და ჩვენი მოქალაქეები ირჩევენ მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას, მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და შესაბამისი არის ჩვენი სამთავრობო გუნდის პოლიტიკაც. მე იმედია მომეცემა საშუალება რომ ვისაუბრო 2025 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე და აგრეთვე პროექტებზე, თუმცა სწორედაც რომ აი ამ პროექტების და პარამეტრების ჭრილში აუცილებლად მინდა იმ ეკონომიკურ შედეგებზე ვისაუბრო, რასაც ეს მოვლენები მოიტანა და პრინციპში მომავალშიც მოიტანს. მოგეხსენებათ, როდესაც არის მიმდინარეობს გეგმარებითი სამუშაოები, იქნება ეს კერძო სექტორის მიერ თუ საჯარო სექტორის მხრიდან მომდევნო პერიოდის მოლოდინებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და განსაკუთრებულად აგრეთვე პოლიტიკურად არამდგრად ვითარებას აქვს ძალიან დიდი ნეგატიური ზეგავლენა, სწორედაც რომ ახალ პროექტების განხორციელებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე და განსაკუთრებულად, როდესაც ეს ეხება ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას, იმიჯს აქვს განსაკუთრებულად დიდია ზიანი არასწორი ქმედებების. დიახ, ბატონ ჯაბა, სწორედაც ამას ითვალისწინებს ჩვენი გადაცემის ფორმატი, რომ ეკონომიკურ პარამეტრებზე ვისაუბროთ, უბრალოდ ცხადია გვერდს ვერ აუვლით მიმდინარე მოვლენებს. ასევე სწორედ გამოწვევებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, როდესაც გარკვეულ გადაწყვეტილებებს თუნდაც პოლიტიკურს გუნდი იღებს, ცხადია ალბათ რისკებთან დაკავშირებითაც გარკვეული გათვლები არის ხოლმე. ბიუჯეტის შედგენისას, ყოველ შემთხვევაში, როცა შეიტანეთ თქვენ აჭარის უმაღლეს საბჭოში ბიუჯეტი, გარკვეული პროცესები უკვე შეიძლება ითქვას, რომ დაწყებული იყო ამ მიმართულებით, თუნდაც იგივე, რასაც თქვენ საუბრობდით, არა მდგრადი და არასტაბილური გარემო პოლიტიკური და ასე შემდეგ. როგორ დავიწყოთ თავიდან, როგორ გათვალეთ ეს რისკები და გამოწვევები და გითხარით იმაზეც, რა დამატებითი გამოწვევების წინაშე დადგა ქვეყანა, იმიტომ რომ ყოველ საღამოს უკვე კვირაზე მეტია, თუნდაც ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში ყოველდღიურად პოლიცია ამობილიზებული აქციები იმართება და ასე შემდეგ და ეს ალბათ ცხადია, რომ ყველაზე მეტად აზიანებს სწორედ ტურიზმის სფეროს, რომელიც თქვენი ასევე საქმე უწყებო გახლავთ და ამ ყველაფერზე მეტწილად არის მიბმული აჭარის ეკონომიკა.
სწორედაც ამის თქმა მინდოდა, რომ ჩვენ როდესაც ბიუჯეტის პარამეტრებზე ვსაუბრობთ, ამ პრინციპში ზოგადად მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და მოგეხსენებათ, რომ ჩვენი რეგიონის ეკონომიკის უმთავრესი შემადგენელი არის ტურიზმის დეპარტამენტი და აქვე პრინციპში დავამატებ, მათ შორის თუ გნებავთ უძრავი იქონების სექტორი, ლოჯისტიკური მიმართულებები, რა თქმა უნდა, არასტაბილურ გარემოს ძალიან დიდი ნეგატიური შედეგები და ძალიან დიდი ზიანის მომტანია. ჩვენ პრინციპში საქმიანობის დროს ავსახეთ, საკმაოდ შეიძლება იყოს ითქვას კონსერვატული მიდგომა გვაქვს ბიუჯეტის შედგენის დროს შემოსულობების ნაწილზე და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საკმაოდ ესე რომ ვთქვათ მოგძალებულად იმ არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით დავგეგმეთ ბიუჯეტი და ჩვენ მიმდინარე წლის და მომდევნო პრინციპში პრიორიტეტების დოკუმენტის შესაბამისად მომდევნო 4 წლის საქმიანობა, რა თქმა უნდა, ყველა ეს არსებული პოლიტიკური ვითარება გათვალისწინებულია. მე მინდა აღვნიშნო განსაკუთრებულად, როდესაც საკითხი ეხება ტურიზმის სექტორს, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მიმდინარე წელს პრინციპში ისე როგორც წინა პერიოდებშიც 25-მდე სამიზნე ქვეყანა გვაქვს, სადაც სხვადასხვა ტიპის მარკეტინგულ აქტივობებს და საპრომოციო აქტივობებს ვეწევით და რა თქმა უნდა, ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც და ნებისმიერი ქმედებები, რომლებიც დისკრედიტაციას მოახდენს ჩვენი ქვეყნის სახელის და რეპუტაციის და იმიჯის, რა თქმა უნდა, არის დამაზიანებელი და აუცილებლად განსაკუთრებულად, როდესაც საკითხი ეხება საერთაშორისო ბრენდებს, მათ საქმიანობას აქ ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ და ეს ეხება აბსოლუტურად ყველა ჩვენ მოქალაქეს. მინდოდა რომ ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებით ცოტა უფრო მოგვიანებით გვესაუბრა, მაგრამ რახანამით დავიწყეთ, მოდი გავაგრძელოთ ტურიზმის თემა. რა შეიძლება ახლა სახელმწიფომ რომ გააკეთოს ტურიზმის დეპარტამენტმა, თუნდაც იმისთვის, რომ ზამთრის სეზონი პრინციპში უკვე დაწყებულია და თუ გააქვთ მონაცემები, თუ შეგიძლიათ შეფასება, უკვე რა ვითარება ამ მიმართულებით და როგორ ფიქრობთ ამ გამოწვევის დაძლევას, თუნდაც ზაფხულის საზღვაო სეზონისთვის. ჩვენ ცხადია დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან ერთად გადაცემაში უფრო ფართოდ ვისაუბრებთ, მაგრამ ახლა რისი თქმაც შეგვიძლია ეს რომ გითხრათ. ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ მიუხედავად ძალიან დიდი მცდელობისა, განსაკუთრებულად საერთაშორისო და უცხოეთში, ესე რომ ვთქვათ, ჩვენი ქვეყნის სახელის დაზიანებისა, ჩვენ მაქსიმალურად დაბალანსებულად და ეს ასახული არის ჩვენი ბიუჯეტის პარამეტრებში, ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტში ვაგრძელებთ ჩვენ საქმიანობას, მოგეხსენებათ 25 სამიზნე ქვეყანა პრინციპში უკვე დაწყებულია, ჩვენ უკვე მივიღეთ მონაწილეობა 2 საერთაშორისო გამოფენაში, აგრეთვე მომდევნო დღეებში საკმაოდ ესეთი დატვირთული გრაფიკი აქვს ტურიზმის დეპარტამენტს და აბსოლუტურად ყველა პლატფორმაზე ვარ წარმოდგენილი და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მეგობრებმა, მეზობლებმა, საერთაშორისო განსაკუთრებულად ვიზიტორებმა, რომლებიც გეგმავენ თავიანთ ვიზიტებს ჩვენს ქვეყანაში, იცოდნენ, რომ ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი ხალხი არ დაუშვებს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში რაიმე სახის დისტაბილიზაციას კონდეს ადგილი და რაც ძალიან და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რაიმე ტიპის უსაფრთხოების, ესე რომ ვთქვათ, გამოწვევები შეექმნათ აქ ჩამოსულ ვიზიტორებს. შესაბამისად, ასახულია ბიუჯეტში ტურიზმის დეპარტამენტის ეს თანხები და ჩვეულებრივად ტურიზმის დეპარტამენტი გააგრძელებს საქმიანობას. მინდა აღვნიშნო, რომ გასული წელი პრინციპში ტურისტული ნაკადების ჭრილშიც საკმაოდ წარმატებული არის, ჯერ არ არის საბოლოო სტატისტიკური მონაცემები, თუმცა წინსწრებით შემიძლია აღვნიშნო, რომ გაზრდილი არის ვიზიტორთა ნაკადები, განსაკუთრებულად ერთ-ერთი უპრეცედენტო წელი იყო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების მიმართულებით 3886 საერთაშორისო ფრენა განხორციელდა დაახლოებით 50%-ით არის გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აგრეთვე გაზრდილი არის საზღვრისკვეთის მაჩვენებელი და ძალიან მალე დაიდება უკვე საბოლოო სტატისტიკური მაჩვენებლები ვიზიტორების ჭრილში, თუმცა აქაც წინსწრებით, როგორც აღვნიშნე, გაზრდილია და აგრეთვე რაც მნიშვნელოვანია და ეს უკვე ასახულია აგრეთვე ჩვენი რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში, აგრეთვე გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც. ზოგადად ეკონომიკურ
პარამეტრებზე რომ ვისაუბროთ და ზოგადად ბიზნეს სექტორის მაჩვენებლებზე, მათ შორის ცხადია ჩვენს რეგიონთან მიმართებაში. ზოგად ეკონომიკურ მაჩვენებლების რაც შეეხება სულ ეხლა ხანს დაიდო ბოლო მონაცემები მთლიანი შიდა პროდუქტის პარამეტრის 7.7 მილიარდი ლარია შესაბამისად წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-იანი ზრდა გვაქვს ეკონომიკური მაჩვენებლების ნაწილში. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, რომ პირველად ჩვენი რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე დოლარში გამოსახული $8,000 გაცდა და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 22%-ით არის გაზრდილი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე. მოგეხსენება ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია არის, ანუ შენარჩუნებულია ერთია რომ თვითონ ესე რომ ვთქვათ მაჩვენებელი არის საკმაოდ მასშტაბური და დიდი და აგრეთვე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის ზრდის ტენდენცია, რომელიც ჩვენ შენარჩუნებული გვაქვს, მოგეხსენებათ პრაქტიკულად 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ რეგიონში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მნიშვნელოვანია რომ პრინციპში ბოლო წელიც არ არის გამონაკლისი. გამოყოფთი რა თქმა უნდა დაახლოებით 14% არის მშენებლობა, 14% არის უძრავი ქონების სექტორი, 10% არის ლოჯისტიკა, მოგეხსენებათ ეს ძირითადი ბირთვი წამყვანი ინდუსტრიები, რომლებიც ჩვენი რეგიონის ეკონომიკას ქმნის, საკმაოდ მიუხედავად ისევ და ისევ აღვნიშნავ ხაზგასმით, ბევრი მცდელობისა ეკონომიკური ზიანის მოტანისა ჩვენს რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკულად შენარჩუნებულია ის პოზიტიური და მზარდი მაჩვენებლები, რაც ჩვენ წლების განმავლობაში გვაქვს. აგრეთვე მინდა აღვნიშნო, რომ გაზრდილია დაახლოებით 11 მილიარდ ლარს აღემატება კერძო სექტორის მიერ წარმოებული პროდუქციის ბრუნვის მაჩვენებელი და დაახლოებით 6.6 მილიარდ ლარს აღემატება კერძო სექტორის მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობა, დაახლოებით 4%-ით არის გაზრდილი დასაქმებულთა რაოდენობა. ეს არის ბოლო სტატისტიკური მონაცემები და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებლად მინდა აღვნიშნო ჩვენი მოქალაქეების ძალიან სწორი ანალიზი არსებული ვითარების, რომ იქნება ეს აქციები თუ ჩვენი სამთავრობო გუნდის მცდელობის მაქსიმალურად გაუმკლავდეთ აი ამ გამოწვევებს და მნიშვნელოვანია რომ ჩვენი როგორც ცენტრალური ასევე ადგილობრივი მთავრობა აუცილებლად გააგრძელებს საქმიანობას. რა განაპირობებს აი ამ ციფრების და პროცენტების ზრდას და ეს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები რაც ჩვენ რეგიონში გვაქვს. არაერთხელ მithქვამ სხვა გადაცემებშიც, რომ თქვენი სტუმრობა განსაკუთრებით იმითაც არის საინტერესო, რომ რაღაც ექსპერტის დარგშიც შეიძლება, რომ აი ეს კითხვები დაგისვათ, რა განაპირობებს ამ ზრდას, აი ამ მრავალფეროვანი გამოწვევების პარალელურად. იმიტომ რომ ოპონენტების მხრიდან, მოსახლეობის ნაწილის მხრიდანაც ისმის, რომ ცოტა უნდობლობა არის აი ამ ციფრებთან დაკავშირებით. თქვენ ასახელებთ ერთ ციფრებს, ადამიანები ამბობენ, რომ თითქოს ვერ გრძნობენ საკუთარ თავზე ამ ეკონომიკის ზრდას და ასე შემდეგ. რა განაპირობებს ამ ციფრების ზრდას, რა უდგას ამ ყველაფერს უკან და მეტად გასაგებად რომ ავხსნათ აი ეს ციფრები, რასაც თქვენ საუბრობდით ახლა ერთ სულ მოსახლეზე და ასე შემდეგ. უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ აბსოლუტურად ყველა სტატისტიკური მაჩვენებელი შესაბამისი სამსახური ითვლის საერთაშორისო დადგენილი წესების და ნორმების შესაბამისად და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის მხოლოდ განსაკუთრებულად, როდესაც მთლიანი შიდა პროდუქცია არის საუბარი, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე არის საუბარი, ამაზე არსებობს აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, იქნება მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი თუ სხვა საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც პრინციპში მათი დათვლები და აი ეს ჩვენი საქსტატის მიერ დათვლები პრაქტიკულად აბსოლუტურად თანხვედრაშია და პრინციპში ავსებენ ეს მაჩვენებლები. ამიტომ რაღაც ამ სტატისტიკურ მაჩვენებლებთან მიმართებით უნდობლობა პირდაპირ გეტყვით, რომ მოსახლეობის უბრალოდ შეცდომაში შეყვანა არის. რაც შეეხება იმას თუ რამდენად
აისახება ეს მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლები, ესე რომ თქვა, ჩვენი მოქალაქეების ინკლუზიურობას. ეს არის მოგეხსენება ჩვენი სამთავრობო გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ყველა პროექტი, ყველა მიმართულება, მათ შორის განსაკუთრებულად გაზრდილი განათლების სამინისტროს ბიუჯეტი, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, ემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად მოხდეს ამ სიკეთეების და კეთილდღეობის მოქალაქეებზე გადანაწილება და რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი მოქალაქის უშუალო ჩართულობა მოხდეს აი ამ ეკონომიკური პროცესებში და ჩვენი ქვეყნის, ამ შემთხვევაში განსაკუთრებულად ჩვენი რეგიონის წარმატების პროცესში, თუმცა მიუხედავად ესე რომ ვთქვათ, აი ამ ცდელობისა, რა თქმა უნდა, იქნება მიმართულებები, ამიტომაც არის, რომ შემდეგი განსაკუთრებულად შემდეგი 4 წლის პრიორიტეტების დოკუმენტში მოქალაქეების ინკლუზიურობა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ საქმიანობას, რომ ჩვენ მოქალაქეების აბსოლუტურად ყველა ფენამ იგრძნოს ის კეთილდღეობა, რაც პრინციპში ჩვენ ქვეყანაში არის დაგროვილი და აუცილებლად მომდევნო პერიოდშიც მზარდი ტემპებით შეიქმნება. კონკრეტულად 2025 წლის ბიუჯეტზე რომ ვისაუბროთ, ჩვენ ცხადია ყველა სამინისტროს პროექტებს ცალ-ცალკე განვიხილავთ უკვე დარგობრივ სამინისტროებთან, თუმცა პრიორიტეტების გადანაწილების მიხედვით რომ გითხრათ, რეგიონის ბიუჯეტის გადანაწილება, ხარჯავი დაწესებულებების მიხედვით და შემდეგ უკვე გადავალთ ცხადია ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პროექტებს. რამოდენიმე სიტყვით ვიტყვი, რომ ჩვენი მიმდინარე წლის ბიუჯეტი 880 მილიონია, განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს 15%-იანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ წინა წელთან შედარებით, მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანი ზრდა არის 15%-იანი ზრდა ბიუჯეტის, განსაკუთრებულად საშემოსავლო გადასახადების შედეგად მიღებული შემოსავლები 660 მილიონია, დაახლოებით აქაც 15%-იანი ზრდა არის და როდესაც ჩვენი მოქალაქეების ინკლუზიურობაზე საუბრობდით და კეთილდღეობის გადანაწილებაზე, ეს არის ერთ-ერთი ძალიან სწორი მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ ხდება აი ამ კეთილდღეობის გადანაწილება. მოგეხსენებათ, ორი ძირითადი შემადგენელი აქვს საშემოსავლო გადასახადების შედეგად გაზრდილი შემოსავლებს. გაზრდილია და პრინციპში ამას სტატისტიკური მაჩვენებლებიც გვაჩვენებს, გაზრდილია დასაქმებულთა რაოდენობა და აგრეთვე მეორე მხრივ გაზრდილია მათი დასაქმებულთა სალდოები. შესაბამისად, ეს ისევ და ისევ, ესე რომ ვთქვათ, ჩვენი მოქალაქეების ჩართულობაზე და კეთილდღეობაზე მიანიშნებს ყოველ შემთხვევაში ზრდის ტენდენციებზე. რაც შეეხება უშუალოდ გადანაწილებას, პრიორიტეტული არის, რა თქმა უნდა, სოციალური მიმართულებები, შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდა გაგრძელდა 65 მილიონ ლარს აღემატება, აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებულად ბოლო წლების განმავლობაში, პრინციპში ბოლო დაახლოებით 4 წელიწადში, ცოტა შეიძლება მეტი, გაორმაგდა განათლების სამინისტროს ბიუჯეტი, ახალი სკოლების მშენებლობა, ახალი სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსება, ჯანდაცვას მინდა აუცილებლად მიუბრუნდე და აღვნიშნო, რომ პრაქტიკულად ყველა მიმართულებით სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მქონე მოქალაქეების იქნება ეს პროგრამების და ბენეფიციართა, როგორც პროგრამების ზრდა, აგრეთვე ბენეფიციართა რიცხვის ზრდა და ეს არის ასახული ბიუჯეტში და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, საუბარი როგორც სამინისტროების მიერ, აგრეთვე მუნიციპალიტეტების მიერ, განსაკუთრებულად თუ გნებავთ მუნიციპალიტეტების ჭრილში დაახლოებით 345 მილიონი ლარით ფინანსდება აჭარის 6 მუნიციპალიტეტი, საუბარია როგორც კაპიტალურ, ასევე სპეციალურ დაფინანსების ფარგლებში და პრაქტიკულად ვცდილობთ, რომ ყველა ის სფერო მოვიცვათ, რაც გამოწვევად რჩება ჩვენს რეგიონში. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ინფრასტრუქტურული
განსაკუთრებულად კომუნალური ინფრასტრუქტურის ჭრილში პრაქტიკულად ყველა პროექტი გადასულია უკვე დასკვნით სამშენებლო ფაზაში და ძალიან მალე უკვე ეს ინფრასტრუქტურა ჩაერთვება ამ სერვისების ჩვენი მოსახლეობისთვის მიწოდების ესე რომ ვთქვათ სფეროში და აგრეთვე რა თქმა უნდა ტურისტული, სპორტული ინფრასტრუქტურა, რომლებიც გარდა ესე რომ ვთქვათ კონკრეტული მიმართულებებისა, რა თქმა უნდა ხელს უწყობს ჩვენი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. ბატონ ჯაბა, გადავიდეთ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მასშტაბურ და მრავალწლიან პროექტებზე. მთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი შეიძლება ითქვას, რომ დასკვნით ეტაპზეა, გითხარით უფრო მეტი. როდის დასრულდება, რა მონაკვეთია დარჩენილი და ასე შემდეგ. მოგეხსენებათ, რომ მაღალმთიანი აჭარის გაზიფიკაციის პროექტი პრაქტიკულად დასრულებულია 56 მეორე ეტაპის 56 კილომეტრიანი მონაკვეთიდან დარჩენილია სულ რაღაც 5 კილომეტრიანი მონაკვეთი, ესეც თანხვედრაში არის ხულოს-ზარზმის მიმართულებით ცენტრალური გზის რეაბილიტაციასთან, რაც ასევე პრინციპში ჩვენი მოქალაქეები ხედავენ და აგრეთვე პრინციპში სარგებლობენ უკვე აი ამ რეაბილიტირებული გზით და დაახლოებით ზაფხულის განმავლობაში სრულად დასრულდება როგორც გაზიფიცირების ნაწილი და 15000-ზე მეტი აბონენტი ის დაერთება მოხდება უკვე შემდეგ პერიოდში, აგრეთვე დასრულდება ის ცენტრალური გზის მშენებლობა, რომელიც წლების განმავლობაში ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩებოდა. აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი. ბატონ ჯაბა, არსებობს პროექტები, რომელთან დაკავშირებითაც კითხვის ნიშნები გაჩნდა მას შემდეგ, რაც ეს დაიწყო აქციები და ასე შემდეგ და გარკვეული მესიჯები წამოვიდა ევროპის მხრიდან დაფინანსების ცვლილებებთან დაკავშირებით, შეჩერებასთან, გადავადებასთან და ასე შემდეგ. გრძელდება თუ არა ეს პროექტი, როგორ მიმდინარეობს თუ გრძელდება? და არსებობს თუ არა საფრთხეები და რისკები ამასთან დაკავშირებით. მინდა ჩვენი მოქალაქეები კიდევ ერთხელ დავამშვიდოთ და გითხრათ, რომ არც ერთ აი ამ პროექტს, რომლებიც უკვე დაწყებულია, რომლებიც მიმდინარეობს, არც ერთ ამ პროექტს იქნება ეს როგორც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სხვადასხვა უწყებების მხრივ, თუ იქნება ეს მუნიციპალიტეტების, განსაკუთრებულად ბათუმის მუნიციპალიტეტის ჭრილში, ყველა პროექტი ჩვეულებრივად მიმდინარეობს და ჩვეულებრივად გაგრძელდება. ასე რომ ამ მიმართულებით არ ავყვეთ მოკლედ რაღაც სხვადასხვა სპეკულაციებს და მშვიდად ვიყოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასრულებულია ყველა ტენდერი წყალმომარაგების აჭარის ამ შემთხვევაში აჭარის მუნიციპალიტეტების წყალმომარაგების და წყალარინების პროექტზე არის საუბარი, დაკონტრაქტებულია ნაწილი სამუშაოებისა გასულ წელს უკვე განხორციელდა ჩვენ დაახლოებით 27 მიმართულებით წლის განმავლობაში 27 სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდებოდა სამშენებლო სამუშაოები. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რა თქმა უნდა, ქობულეთის მუნიციპალიტეტი იყო და პრინციპში რჩება ოჩხამური, ჯიხანჯური, ცეცხლაურის მიმართულება და აქაც მოსახლეობა ხედავს, რომ ძირითადი სამუშაოები საუბარია როგორც წყალმომარაგების, აგრეთვე საკანალიზაციო არხების მოწყობის ნაწილში პრაქტიკულად ეს სამუშაოები ხორციელდება, აგრეთვე ერთ-ერთი საკმაოდ ინტენსიური მიმართულება იყო ხულოს მუნიციპალიტეტში, სხვა და როგორც დაბა ხულოს, აგრეთვე მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების და წყალარინების პროექტი დაიწყო გასულ წელს და აუცილებლად მიმდინარე წელს, როგორც კი კლიმატური პირობები მოგვცემს ამის საშუალებას, განახდება სამშენებლო სამუშაოები, წყალარინების დამწმენდი ნაგებობის დემონტაჟი და მშენებლობის პროცესი მიმდინარეობდა გასულ წელს ხულოს მუნიციპალიტეტში და აგრეთვე მიმდებარე სოფლებში სათავე ნაგებობების მოწყობა და შესაბამისი დახსელვითი სამუშაოები. მიმდინარე წელს უკვე აქტიურად ყველა გარდა ქობულეთის და ხულოს მუნიციპალიტეტისა ყველა მუნიციპალიტეტებში დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, რომ ესე რომ ვთქვათ, გარდა დასახლებული პუნქტებისა, სოციალური მიმართულებისა, ჩვენ ისე გვაქვს პროექტები შერჩეული წყალმომარაგების და წყალარინებისაც პრინციპში, რომ მაქსიმალური ხელშეწყობა მოხდეს იმ ტურისტული ლოკაციების, ტურისტული ადგილების, რაც ჩვენ გვაქვს და რის განვითარებასაც შემდეგ პერიოდში, როგორც აჭარის ფინანსთა
და ეკონომიკის სამინისტრო, აგრეთვე აჭარის ტურიზმ დეპარტამენტი და პრინციპში სხვა ბატონ ჯაბა, დასასრულისკენ უნდა წავიდეთ და აუცილებლად მინდა გკითხოთ ოცნების ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ტენდერი სატენდერო პროცედურებია, თუ სწორად მაქვს ინფორმაცია, ამაზე რომ გითხრათ და შემდეგ უკვე ცხადია ჩვენ დანარჩენ პროექტებზე დარგობრივ სამინისტროებთან ვისაუბრებთ სხვა გადაცემებში. ოცნების ქალაქი მშენებლობის მეორე ეტაპი. მინდა ყველას მოგილოცოთ და განსაკუთრებულად ეგრეთ წოდებული ოცნების ქალაქში მაცხოვრებელ ჩვენს მოქალაქეებს და განსაკუთრებულად ბავშვებს, რომლებიც წლების განმავლობაში ელოდნენ მეორე ეტაპის, როგორც ეს ჩვენ სამთავრობო გუნდმა დაპირდა ჩვენს მოქალაქეებს, სატენდერო პირო პროცესები, პრინციპში ტენდერი დასრულებულია, მიმდინარეობს შესწავლა შეფასების ეტაპი და ძალიან მალე უკვე ჩვენ გვექნება შესაბამისი ხელშეკრულება სამშენებლო კომპანიასთან 1077 ბინის მშენებლობას მოიცავს ოცნების ქალაქის მეორე ეტაპი და ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზეც ძალიან პრინციპში მომდევნო პერიოდში ვისაუბრეთ, მოგეხსენებათ, რომ პროექტი ეს უკვე შემდეგი ტენდერის პროცედურების დროს, რა თქმა უნდა, იქ იქნება სხვადასხვა სარეკრეაციო ადგილები, სპორტული მოედნები და აგრეთვე, რა თქმა უნდა, სკოლა და ბაღის მშენებლობაც იგეგმება და ესეც გათვალისწინებულია უკვე მომდევნო წლების და პრინციპში მიმდინარე წლის ბიუჯეტშიც, ასე რომ დაველოდოთ ძალიან მალე უკვე დაიწყება მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები. მადლობა, ბიუჯეტი ნამდვილად არის. და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გვაქვს 30 მილიონი ლარის ბიუჯეტი გათვალისწინებული მიმდინარე წელს მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოებში. მადლობა, ბიუჯეტი ნამდვილად არის ის საკითხი, რომლის ნახევარსაათში ამოწურვა საკმაოდ რთულია, თუმცა ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ვისაუბროთ ამ საკითხზე სხვა გადაცემებში. დაგემშვიდობებით, ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი იყო, გზამკვლევის სტუმარი. ჩვენ ერთმანეთს მომდევნო პარასკევს შევხვდებით, ნახვამდის.